მოგესალმებით მეგობრებო, ჰაილანდერი ყავს მდგომარეობას დაგაცვალიერებინებ, განახებთ მოკლედ ეს პროცესს ჩატარება. აქ ესე იგი შიდა მხარეს როგორც ხედავთ, დაზიანება ქონია აქედან, გერმეტიკებია აყრილი აქედან. აქაც გერმეტიკებია წასმულს ვერ გეტყვით, უფრო არის გადასმული ზემოდან, მაგრამ მოკლედ ეს უნდა შევასწოროთ ყველა ვარიანტში, იმიტომ აქედან ეტყობა კიდევ უბრალოდ გადასმულია ზედ კარაქივით, ესე ჩვენ არ გვაწყობს. ანალოგიურად აქედან მხარეს როგორც ხედავთ, ზედ ჯუჭყიანზეა წასმული, აქედან ეტყობა, ზედ ნაგავზეა წასმული, იმიტომ რომ ზედ ყრია ყველაფერი. ეს ყველაფერი უნდა გავასუფთავოთ, აკურატულად გადავუსვათ, როგორც ხედავთ, აქედან მხარესაც ჩოტკითაა გადასმული, ეს ჩვენ არ გვაწყობს, უნდა იყოს მაქსიმალურად მსგავსებული თავის ქარხნულს. გამოვიდეს იდეალურად, რაც შეეხება შიდა მხარე ესეთი მდგომარეობა გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა დავამუშაოთ. და აქ გადავიდეთ აქეთა კრილოზე, ესა გვაქვს მოკლედ გასაკეთებელი. და ეს ტაივანის კარებია, როგორც ყოველთვის შტამბუკები და ყველაფერი ზედა აქ ეს უნდა გატყავდეს. იქიდან გამომდინარე რომ ეს ტრანსპორტირებული გრუნტია და აი აქ ესეთი რაღაცნაირი კუზი აქვს რა, ამას ვერაფერს ვერ უზავთ ჩვენ კუს რა. ეს უკვე თვითონ როგორც ბრაკივით არა, ბრაკივით რა არის, ბრაკივით უნდა ისეთი კურსი აქვს აქ, რომ აქ არაფერი არ აშველება ამას, ერთადერთი შეიძლება ეს კარები, მაგრამ მომხმარებელთან გავლილი გვაქვს ამ კარებს ტოვებთ და ეს მისი ბამპერია, ბამპერზე დაზიანება აქვს აქეთ მხარეს, ესეც სუპერ იდეალურად, აკურატად არის გაკეთებული. უკანა ბამპერის ტაივანი გვაქვს და აქ გადავიდეთ უკანა საბარგული არის პლასმასი, არის შენაღები. იქიდან გამომდინარე, როგორც ხედავთ, იყო თეთრი, გადაღების ზემოდან. მოკლედ აი ეს ნაშკურკები და აი ესე რომ ვთქვათ, პორნოგრაფიული რეზულტატი მოკლედ ყველაფერი ზედა აქვს. აქ ვაში ჯიგარს რა ვიცი. პერელივი მოუვიდა, რა ვიცი, მოკლედ ეს ყველაფერი შესაძლებელი გვაქვს, ანუ გასასუფთავებელი გვაქვს. ფაქტიურად ეს აქ გადავიდეთ უკანა კრილოზე მდგომარეობაც ეს არის, ეს უკანა კრილოც მოსაგვარებელი გვაქვს, ეს მანქანა იღებება ეს თლიანი გვერდი წინა კრილომდე, თავის გადასვლებით ფერები რომ დაჯდეს და აქ გადავიდეთ ქვედა მხარესაც არის. აქ აი ესეთი მდგომარეობა ქვედა მხარესაც. ეს ყველაფერი უნდა შევასწოროთ ჩვენ, აი ესეთი რაღაცები რო არ ქონდეს, მაქსიმალურად დავაგლატკოთ, მივაგლატკოთ. აკურატულად დაჯდეს ეს ყველაფერი სუფთად და აი ესეთი მდგომარეობა ხამ ყველაფერს ჩვენ გავასუფთავებთ, გავწმინდავთ, მე უკვე წავა ბოქსტური, მე ბოლოს ყვითელი და მოკლედ ეტაპობრივად გადავიღოთ ამ ყველაფერს განახებთ. ამაზე ლაკიმედის კერამიკა, მომხმარებელთან გავუიარეთ, ყველაფერი უმაღლეს ხარისხის. მასალებსაც განახებთ, მოკლედ ეხლა მასალები უნდა ვიხმაროთ. და აქ მასალებს რაც შეეხება არის PPG, უმაღლესი ხარისხი, რო იტყვიან ყველაფერი PPG გვაქვს. ლაკიც ანალოგიურად PPG გვაქვს, მოკლედ აი ეს ყველაფერი გვაქვს იდეალური, მოკლედ შპაკლებიც კი შეკვეთილი გვაქვს, შპაკლებიც მოგვივა ანალოგიურად. და რო დავიწყებ ამ ყველაფრის დამუშავებას, მე როგორ ეტაპობრივად გადავიღებ და განახებ, როგორ მივიწევით წინ. მოკლედ ეს ჩემო მეგობრებო, ჯერჯერობით ეს ეტაპი გვაქვს და სამუშაო როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი გვაქვს მოკლედ ამ ჯიბზე და ნელ-ნელა გადავიღებთ ყველაფერს, როგორც მივიწევით წინ, დემოფორმები და კანტები გვაქვს გამოსაყვანი, ყველაფერს განახებთ, მოკლედ რის გადახებასაც შევძლებ. იმის მიხედვით, მოკლედ ესე ჩემო მეგობრებო, ჯერჯერობით გემშვიდობებით. შედეგს რომ რაღაცას დავდებთ, უკვე მე გადავიღებთ განახებთ. საბარგული გახსოვთ მდგომარეობა, ასევე პოლის, ასევე კრილოების, ბამპერის ყველაფერს. მოკლედ აი ესე ჩემო მეგობრებო. ესე იგი მეგობრებო, როგორც იქნა გავავედით ბოლოში, როგორც ხედავთ, კრილოს კაი დაზიანებით იყო. მასიური შპაკი წავიდა ადგილ, სადაც ფორმები იყო დასახვეწე, იმიტომ თვითონაც ისეთი კრილოა, როგორც ხედავთ, ანუ მოხრა აქ იქეთა მხარეს, რომელიც ანუ უბრალოდ სწორეკავდეთ ვერ გაშკურკაო, იმიტომ რომ ოვალის მიცემა ჭირდება, რომ ზუსტად და სუფთად გასწორდეს ეს ყველაფერი. ძირითადად მძიმე სამუშაო ფაქტიურად როგორც იქნა მოვჩვით, გაგვაწვალა, მაგრამ ამ კრილომ და შიდა მხარესაც რაც შეეხება ამას ყველაფერს გავასუფთავ და მე უკვე გადავალთ შიგნით ჯერ ხელი არ დავადეთ, იქიდან გამომდინარე გვიწევდა აქ დადგომა და ეს კრილო გამოგვეყვანა. კრილო გამოვიყვანეთ, როგორც იქნა, მოკლედ, ბევრი წვალების მერე, რა თქმა უნდა, ანალოგიურად ეს კრილო უკვე მზადა გვაქვს ფაქტიურად, ველოდებით ამ ყველაფერს შეშქრეს, როგორც ხედავთ, 0-0
0 ანუ ეს კინებია, რასაც თქვენ ხედავთ და აქ უკვე მასიურად რასაც ედება, ანუ ეს არის პიკი, ამის იქეთ რომ მეტი შპაკლია, ზედან ნაკლები შპაკლია, არის ზედ იმდენი, რამდენიც არის საჭირო, ანუ ამიტომ 0-ია, ამაზე მეც ვეღარ აიღებ აქა, ანალოგიურადაც აქეთ ამ ხარეც იგივე სიტუაცია, ანუ 0, აქაც იგივენად კინა ჩანს, აქაც იგივენად კინა ჩანს, ანუ აქაც ხო ხედავთ როგორ არის. ანუ დევს იქ, სადაც ფაქტიურად სჭირდება შპაკლი, ეს ყველაფერი გასწორდეს და თავის ფორმები და კანტები კვეთრად გამოვიდეს. გადავიდეთ დანარჩენ დეტალზე. Так, რაც შეეხება დანარჩენ დეტალები გვაქვს გასუფთავებული, გადაშკურყული, ტაივანსაც სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ თავის აი ეს ჩამოსხმული ფორმები, აი ეს უზორები, რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი იმეორებს გარედან, მაგიტო უწევს ეს ყველაფერის გასუფთავება. რომ ეგ ფორმები აღარ გამოიმეოროს გარედან, აქაც ანალოგიურად ეს კუთხე იყო დაზიანებული და დანარჩენი იდეალური გასწორებაულია და აქ შპაკლი აღარ მოითხოვა. რაც შეეხება თვითონ საბარგულს, ეს საბარგული არის კარბონი ბოდიში კი არა, პლასმასი მეგობრებო, რაც უწევს როგორც გარედან, ასევე შიგნიდან შეფუთვა, რო არ დაისვაროს. და რა თქმა უნდა, ამაზე წებოწავა, რაც შეეხება უკვე თვითონ ამ კარები არის ტაივანი კარებია, ანუ ტრანსპორტირებული გრუნტი აქვს, გავასუფთავეთ ეს ყველაფერი, რომ დაიჭიროს თვითონ საღებავმა და პრობლემა არ ქონდეს ახლო მომავალში ან აძრობის, ან გადაძრობის, ან გადატყავების და ასე შემდეგ. მოკლედ შემეგობრებო, ანუ ეს ყველაფერი დასრულდა, დამზადების ეტაპი და უკვე გადავალთ დაგრუნტვაზე, ამაზე წავა, რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში კისლოტნი გრუნტი წავა, მერე უკვე წავა ჩვეულებრივ თავის სტანდარტული გრუნტი, ანუ ებოქსიტური გრუნტი, ну დანარჩენზე ჩვეულებრივად უკვე PPG-ის გრუნტი წავა, უმაღლესი ხარისხის ტოპი, რომელიც არის არა მარტო ჩვენთან საქართველოში, ევროპაში ანალოგიურ გრუნტს ხმარობენ, ამ ყველაფერს განახეთ, მისი პროგრამა მაქვს, არაერთხელ მაგ გადაღებული, კიდევ ერთხელ გავივლით, განახეთ ჩემო მეგობრებო. Так, ესე იგი, ჩემო მეგობრებო, ეს არის ჩვენი გრუნტი, იდეალური გრუნტი, ტოპზე ტოპი გრუნტი, ტოპ გრუნტს აქვს ყველანაირი ფერი, იქიდან გამომდინარე, ну, თქვათ, ასე ვთქვათ, ვერცხლის ფერზე ხლა არ ვერ დაასხავ, თქვათ, შავს, მაქსიმალურად ისეთი ფერი გინდა, რომ მიახლოებით ფერი იყოს თავისი, რომ საღებავი და მაქსუ ყველაფერით არ გადატვირთო და არ გადაასხა იმაზე მეტი, რაც არის საჭირო რა. დანარჩენიც ანალოგიურად, აქაც ჩვეულებრივი PPG-ის გრუნტები, ანუ ყველაფერი გვაქვს, ტოპ მასალები გვაქვს, ჩემო მეგობრებო რა. მოკლედ ესე. ეხლა დავიწყოთ გახსნას ამ ყველაფერს და მერე უკვე რა თქმა უნდა გადავიღებ დანარჩენსაც განახებს და როგორ რანაირად წავა და რა გაკეთდება. ესე იგი, მეგობრებო, მოვიდა მანქანის ჯერით, მოკლედ შიგნით როგორც ხედავთ, უკვე დავსვით ფერები, ამოვღებეთ. თავისი ქვედა პანელი რა ფერებშიც უნდა იყოს, ამის ზემოთ უკვე მიდის სიშავეები მიდის, როგორც უნდა ქონდეს ქარხნას. გადავიდეთ შიგნით, თავიძველი ბეშუმები ყველაფერი რაც იყო ამოტეხილი და დაფშხაულია. მოხსენი და დავაკარით ახლები. ეს ადგილებიც აი ესე ვქენით, აქაც თავის ესე ქარხნულად წაუსვით როგორც უნდა ეს უბრალოდ ეს გერმეტიკი უკვე ძველია, უბრალოდ ესაც მე უკვე თავისუფლად გაყვითლდება რა, იმიტომ აი როგორც ხედავთ აქაც ესე აქვს ახალი ვითაა, მაგრამ ნენერო დროთა განმავლობაში ნუ გერმეტიკია თავის ყვითლდება. და რაც შეეხება ახლა ქვედა მხარესაც, აქაც ანალოგიურად აი ეს წაუსვით როგორც უნდა ქონდეს, აქაც ანალოგია აქვს როგორც ხედავთ თავის ქარხნული. აქაც ანალოგია უკვე საღებავის ქვეშ ბევრად კვეთრად გამოჩნდება და რაც შეეხება ქვედა მხარეს წამოვწევი მოკლედ აი ესე ქვედა მხარეთ აი ესე ავაკარეთ ბეშუმები როგორც ხედავთ აქ საზაპასკე დგება უფრო კაი იქნება იქიდან გამომდინარე ხახუნი ნაკლები იქნება და იქნება ზუსტად ამ გერმეტიკიზეს ხახუნი საღებავის თავის თავს დაიცვალს რაც შეეხება უკანა მხარეს აქაც აი ესე იდეალურად გავაკარით აქაც ანალოგიურად გავასუფთავეთ და ეს იდეალურად ფორმები იყურება როგორც უნდა იყურებოდეს, აი ეს ზავოდსკოივით, ანუ ქარხნულებით და დანარჩენს უკვე რაც შეეხება დარჩა ზემოთა სამუშაოები და გვჩვეუყვე მანქანაზე, წვრილმანები, ანუ წვრილმანიც არ აყვე. დასამზადებელი ერთი ადგილი რაც ქონდა ჩვენ ჩეპე პატარა ადგილას გამოვტოვეთ. მაგრამ მოგვიწია ხელმე რომ დაგრუნტო, არას დავგრუნტეთ. და აი ეს ადგილი გვაქვს, მოკლედ დასამუშავებელი და ფაქტიურად მანქანა შევა უკვე საშრობ ღომელში. აქაც ახლა პრავოდ გვაქვს გასაშლელი, რომ აკუმულატორი თავის ადგილას დავსვათ და დავქოქოთ, აქაც აი ეს დავაპარიატკეთ, მოკლედ ესე რომ ვთქვა თავის ქარხნულ და გერმეტიკის ფორმებზე წაუსვით. აკუმულატორი გადმოვა თავის ადგილას, დაიქოქება მანქანა და შემოვა საშრობში და მანქანასაც რა თქმა უნდა ლამაზად შევღებოთ და გამოვიღოთ. ესე იგი, მეგობრებო, შევღებეთ როგორც იქნა.
თავის გადასვლებით გამოვიდა აი ესეთი იდეალური, როგორც ხედავთ, ამ კრილზე მდგომარეობა ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობა ქონდა, გამოვიდა აი ეს იდეალური. რავი, დანარჩენი თქვენთან შეაფასეთ. კანტი და ფორმა ყველაფერი იდეალური და ტოპი, თავის ქარხნული გადასვლებით, როგორც უნდა კონდეს, როგორც აქ არის, ანალოგიურადაც, აქეთა მხარესაც იგივე შედეგი გვაქვს, აი ესე განახებთ. აქაც ანალოგიურად არის. აი ესე. აქაც ანალოგიურად არის, აი ესე განახებთ. აქაც და აქაც ანალოგიურად არის. რა შეეხება აქეთა მხარე კრილოს? აქეთა მხარე კრილო, აი ეს იდეალურად, კამფეტი. მოგეთ აქ გადასული ვარ და ათ საღებავით არა ვარ შემოსული სკოჩში, როგორც ხედავთ, იცელ. რო იტყვიან საღებავით არა დაფარული და მხოლოდ დაპერეხოდებული. მოკლედ ეს დავასრულეთ ჩვენ, ეს მანქანა ჩვენთან სერვისში არ იწყობა, ამ ყველაფერს ჩვენ რაც არის საბარგულს და წინა ბამპერს მიუყენებთ და ევაკუატორით გავატანთ უკვე სხვა სერვისში. ნუ დანარჩენს უკვე მერე გადავიღებ, ეს ყველაფერი ზედრო ჩამოიკიდება და რა თქმა უნდა რომ გავაცილებ ევაკუატორით, მერე დანარჩენს უკვე მერე გადავიღებ.